ქართული სამზარეულო არ არსებობს იმ ერთი ჯადოსნური მცენარის გარეშე, როგორიც არის ზაფრანა. სინამდვილეში ზაფრანის საერთოდ სხვა სუნელია და ძალიან ძვირიღებს, ოქროს ფასი აქვს. ის არის ნამდვილი შაფრანი, ბოლქვოვანი მცენარეა და მისი მტვრიანებისგან მზადდება. ერთი პინწკალის საკმარისია იმისთვის, რომ მთლიანი ქვაბი გააწითლოს და მისცეს ყვითელი ფერი, სხვანაირი ფერი და რა თქმა უნდა არომატი. მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის ზაფრანა, რომელსაც შეცდომით ვეძახით, ზაფრანა სინამდვილეში ყვითელი ყვავილია, ტაგეტესი ერთ-ერთი განსაკუთრებულია და ჩვენი ნამდვილი სამზარეულო, ჩვენი ქართული კერძები არ არსებობს ამ არაჩვეულებრივად სასარგებლო და ძალიან საჭირო მცენარის გარეშე. რა თქმა უნდა, ჩვენ ზაფრანას ვამრავლებთ, ვთესავთ, მოგვყავს მისი ყვავილი, ვაშრობთ ასე უნწულებად, რა თქმა უნდა, და მთელი შემოდგომა ჩვენი აივნები ძალიან ლამაზია, ფერადია. გაზაფხულზე ამ აცნებს გავათავისუფლებთ გვირგვინის ფურცლებისგან, რომელიც კარგად გამშრალია და კარგი ბაჯაღლოს ფერი აქვს ახლა და ამ დარჩენილ ნაწილს გამოვფშვნით ხოლმე თესლებად. რა თქმა უნდა, თესლისთვის ეს კოდოფი იხსნება, ძირი და გამოვიღებთ თესლებს. თითო ყვავილიდან 100 მცენარე მინიმუმ, მაინც ამოვა 100, თუ მეტი არა. ასე გამოფშვნილ თესლებს გადავარჩევთ, საცერში გავატარებთ და ვთესავთ. გამოვყავს ჩითილი სათბურში გამოვყავს და თქვენ შემთხვევაში ეს შეიძლება გამოვიდეს ფანჯრის რაფაზე, პატარა ქოთნებში ვგავთ, 1-2 კვირაში წამოიზრდება, რა თქმა უნდა. ასეთი პატარა მცენარეები შეგიძლიათ მერე უკვე გაზაფხულზე ფესვსად შეიკრავს, 15 april's შემდეგ შეგიძლიათ გადარგათ ეზოში. ჩვენი ზაფრანა, რომლისგანაც ეს სანელებელი მზადდება და ქართველი ადამიანი ყველა იცნობს ზაფრანას და ყვითელ ყვავილს, იზრდება 2 მეტრამდე, 1.5 მეტრი სიმაღლის მოზრდილი მცენარე. ადვილად ხარობს ყველგან და ძალიან სასარგებლო ყვავილი აქვს. ეს ყვითელი ყვავილი მარტო ფერისთვის და მარტო გემოვნებისთვის არა. არაჩვეულებრივად სასარგებლოა მხედველობისთვის. და ითვლება, რომ უებარი წამალია. ჩვენი სამზარეულო, ქართული სამზარეულო, მარტო სასიამოვნო არ არის, სასარგებლოცა. ეს ძალიან სწორად არის დალაგებული და აწყობილი. მე ძალიან ვუფრთხილდები ამ მცენარეს, ძალიან ვუვლი და ვცდილობ, რომ ეს გემოები, ეს მშვენიერი, არაჩვეულებრივად აწყობილი გემო ჩვენს ქართულ სუნელთან, რასაც ქვია, არ დაიგარქოს. ამ გვირგვინის ფურცლებს, რომელიც მოვაჭერი თესლად ასაღებს ზაფრანას, ტაფაზე გავაფიცხებთ, დაფიცხებული ზაფრანის ფურცელი ადვილად იფშხნება. და დაფშვნილი ფურცელი შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე ჩვეულებრივად სანელებლად. თუ გინდათ რომ წმინდა იყოს და სუფთა იყოს, თხელ მერდინში, პურის ფქვილის საცერში უნდა გაცრათ. გაცრილი ზაფრანის ყვავილი გამოგადგებათ სანელებლად, მისი დარჩენილი კოკრებისგან აუცილებლად თესლი უნდა გამოიღოთ და თესლი დათესოთ და გამოიყვანოთ. მე ვინახავ ამ მცენარეს და ჩემს ბაღში ყოველთვის არის ზაფრანი, მე მიყვარს შესახედათაც, სურნელითაც და როგორც სანელებელი ისეც. ყველაფერს უხდება ქართულ კერძებს, ბევრ რამეს უხდება ნიგვზიანებს განსაკუთრებით. რასაც აქვს ნიგოზი და ძმარი, ყველაფერს უხდება ზაფრანა. გურულის სუნელი ზაფრანის გარეშე საერთოდ არც არსებობს.